რა ნიშნებს უნდა მიაქციოს მოქალაქემ ყურადღება თუ სურს, რომ კორუფციის შესაძლო კვალი ამოიცნოს ტენდერებში. გამოვყოთ ამის ძირითადი სიგნალები. თუ ხედავთ, რომ სახელმწიფო უწყება მუდმივად აცხადებს ღია ტენდერებს და საქმეებს პირდაპირ კონკურსის გარეშე აძლევს კომპანიებს, ეს საეჭვოა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელი თუ ნათესაური ან მეგობრული კავშირით არის დაკავშირებული გადაწყვეტილების მიმღებთან, ეს კორუფციის პირდაპირი სიგნალი შეიძლება იყოს. საეჭვოა ისეთი ტენდერი, სადაც ან მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, ან სხვები ფორმალურად ერთვებიან, მაგრამ მალევე ეთიშებიან პროცესებს. თუ ხედავთ, რომ ყოველთვის ერთი და იგივე კომპანია იგებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის ყველა კონკურსს, ან სისტემატურად ხდება კონკურენტების დისკვალიფიკაცია, სახეზეა კორუფციის შესაძლო შემთხვევა. ასევე საყურადღებოა, თუ გამარჯვებული კომპანიის მფლობელები მმართველ პარტიას სოლიდურ შემოწირულობებს უკეთებენ. ასეთი ფაქტები ინტერესთა აშკარა კონფლიქტზე მიუთითებს. როდესაც ტენდერში ვინმე საგრძნობლად დაბალ ფასს აწესებს, შეიძლება იფიქროთ, რომ რა კარგია, ბიუჯეტი დაიზოგა, მაგრამ ზედმეტად დაბალი ფასის უკან ხშირად იმალება ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, ან შემდეგში ფასის ზრდა. თუ ხედავთ, რომ ერთსა და იმავე ობიექტზე ტენდერი არაერთხელ გამოცხადდა და ფულიც რამდენჯერმე დაიხარჯა, რაღაც რიგზე ვერ არის და ამის ძალიან კარგი მაგალითია ზუგდიდის სტადიონი. 2018 ჩვენ გვექნება რეგიონში საუკეთესო სპორტული ბაზა ამ სტადიონის სახით. პირველად მიღებული შედეგი იმდენად არ ვარგოდა, რომ სტადიონი გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ორი წარუმატებელი ტენდერი თითქმის 14 მილიონი ლარი დაუჯდა სახელმწიფოს. ახლა კი დამატებით 16 მილიონიანი ახალი ტენდერი გამოცხადდა დარჩენილი სამუშაოებისთვის. შველება მაგასაც, რა ვიცი, ახლა 30 კაცია იქით და 30-60 კაცია ლაპარაკი. რატომ უნდა იხარჯებოდეს ერთ საქმეზე ფული ბიუჯეტიდან ორჯერ თუ სამჯერ? მოკლედ, ტენდერების მთელი იდეა არის კონკურენცია და გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენს რეალობაში ხშირად წესები მათ სასარგებლოდ იწერება, ვისაც უკვე აქვს ძალაუფლება. ეს ამბავი კი ყველას გვეხება, იმიტომ რომ ბიუჯეტი, რომელდანაც ტენდერები ფინანსდება, ჩვენი საერთო ფულია. კომენტარებში დაგვიწერეთ, თქვენ თუ შეხვედრი ხართ სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტებს.